მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ თემურ შარაძე. Facebook-ზე და TikTok-ზე ძალიან დიდი ხნის მომხმარებელი, მაგრამ YouTube-ზე პირველად და თუ თქვენ ეს ვიდეო ეხლა შეხვდათ, დამეწმოთ, რომ ძალიან გაგიმართლეთ, იმიტომ რომ მე დღეს ქართულად აგიხსნით და გაჩვენებთ არაერთ მოქმედებას, წინასწარ არ ვიტყვირას და შესაბამისად დაელოდეთ, უყურეთ ბოლომდე და შეისწავლეთ, თუნდაც ჩაიწერეთ ნებისმიერი თქვენთვის სასარგებლო სიახლე. ესეთი იყო და ესეთი გამოვიდა. მოდით ცოტა ახლოდანაც გაჩვენებთ, რადგან მეტი ინტრიგა იყოს. აი ესეთი იყო, ჩემს სახელს უფრო დააკვირდით, იმიტომ რომ მეტი ცვლილება უფრო ჩემს სახელზე იყო. აი ესეთი, ნახეთ, ფერი, პლასტიკა, სახის გაწმენდვა და კიდევ ბევრი რამ. ამიტომ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. ორ ფოტოს ავირჩევ, ერთში სახე კარგად გვაქვს, ერთში არა. რა თქმა უნდა, მე და მაკოს ძალიან იშვიათად გვაქვს ფოტოები. ეხლა ჩვენ გავაკეთებთ აი ესეთი ტუჩი გვაქვს გამოშველი, ანუ ვამბობ რაღაცას, ანუ სიტყვის დასაწყისი. აქ არ მაქვს. აქ მაკოს აქვს თვალი დაგუყო. შესაბამისად, მინდა რომ ის სახე გადავიტანო აი აქ. მოდით ესე გავაკეთოთ, აი აქედან ამ კლიპით და ის ჩემი YouTube-ი და მეგობრებო, მინდა რომ ცოდეთ თუ როგორ მანიპულირებს ვაკეთებ ხოლმე, რომ ფოტო გამოვიდეს ამაზე. ცოტას მოგიახლოვეთ, კარგად რო გავიაზროთ, ვაკეთებ. აი ამით კოპირებას აკეთებს, ალბათ დააწვევით და ხელს არ აიგებთ. დააწვევით, всё, დაიმახსოვრა. ეხლა აი ნახეთ, ტუჩი მომყვება, ხვდებით? აი აქედან გადავალთ შემდეგ ფოტოზე და დავიწყებთ აი წვერი, სადაც მთავრდება, ხვდებით? აი დაახლოებით სადაც იყო. ესე. აი აქ უნდა გავაჭერო. всё, კარგია, ხო? დავითვალეთ ალბათ. ესეთი იყო და გახდა ესეთი. პრობლემები სახე მაქვს და ოდნავ ჩამოვიტანოთ კიდევ. ესე რომ გავაკეთოთ, აი შუქი ხდება. პრემიერია მოვიდოთ. აი ესეთი იყო და გახდა ესეთი. რა თქმა უნდა, Photoshop-ში აუცილებლად ნებისმიერ ფოტოგრაფმა უნდა იცოდეს აი ამ ინსტრუმენტების გამოყენება, რადგან ესეთი წითელი რაღაცები, რაც ყვირის ხოლმე ფოტოში, უნდა გააქროს, ისე რომ არ დაიტყოს ფოტოს. დამეთანხმებით, ვიზუალურად ძალიან ლამაზი გამოვა და შესაბამისად აი ესეთ ლამაზ გამოს ესეთ პატარ-პატარა რაღაცები აუშნავებს. ეხლა ვნახოთ, კიდევ თუ რამე ისეთი არის, რაც არ მოგეწონება, უნდა გავასწოროთ. აი ეს სათვალე მეკეთა და შესაბამისად ცოტათი გავაკეთებ, აი ეს წითლები დამიტოვა. მზე როდესაც არის ფოტოსესიის დროს, სათვალეებს იყენებენ ხოლმე. შესაბამისად რჩება ლაქი. და ესეთი მუშაობა მიმდინარეობს ნებისმიერ ფოტოს დამუშავების დროს, იმიტომ რომ ნებისმიერ ჩვენთაგანს გააჩნია მსგავსი სიღრმეები, რომელიც სახეს აუშნოვებს. აი ნახეთ რა შევცვალე. ხედავთ ხო განსხვავებას როგორია ეს? გავხადე აი ამისგან. და კიდევ ერთი Ctrl Shift და X-ი დავაწევთ. გადავალთ პლასტიკის გაკეთებაზე. ეხლა მე პლასტიკა არ მჭირდება, მაგრამ რატომღაც ჩემი თმები ძალიან დაბალია, ანუ ეს სიმაღლე არ მაქვს თმის და შესაბამისად უნდა წამოვწიოთ ცოტათი მაღლა. აი ესე წამოვწევ. და გამოვა ბუნებრივი. ნახე, აუცილებლად რომ გადაავალ სახეს ხელი გადაავალოთ, რომ შეიძლება ერთი შეხედვით ჩანს, მაგრამ ის აუცილებლად გამოყოფს პროფესიონალი ფოტოგრაფის თვალში. და არავინ არ თქვას, რომ ჩემი სახე იდეალურად სუფთა არის. აფერი არ ჭირდება და ასე შემდეგ.
ყველგან შეიძლება რაღაც ისეთი დიპოლო მე განსაკუთრებით, რომ არ მოიწონოს და მისი შეცვლა აუცილებელია. კარგი ნიჭის შემთხვევაშიც კი. თმა რო იყოს ჩამოშორილი, წარმოიდგინეთ და ის რომ ფოტოგრაფმა არ წაშალოს, ეს ძალიან ცუდია. არ შეეძლოს საშლა, ძალიან ცუდია და არაპროფესიონალურია. რომ ესეთი ლამაზ ფოტოს, როგორცაც გადაგხსენებთ, სჭირდება კარგი რედაქტორობა. ხედავთ იმისა, რომ ერთი შეხედვით ცალკე ჩანს. როგორ მივცეთ საუკეთესო ფერი. ფერის მისაცემად ღებულობს თავს და ძალიან ფოტოს რომ კონდეს ცოტათი ცისფერი. ჯერ არის თქვათ ცოტა რუსივით რო კატოს აი ნახეთ რას გულისხმობ აი ესეთი კონდეს ოღონდ გარკვეული პროცენტულობით სადაც 5-დან 7-მდე აი ეს ბევრია ფოტოს გააჩნია ფოტოშორის როგორ მოითხოვ ეს რამდენად ნაკლია ასე რომ ვთქვა ნახეთ ცისფერისკენ შეგვიძლია წავიდოთ და შეგვიძლია წვანისკენ აი წვანის საშინელებაა თუნდაც რამოდენიმე პროცენტი პირიქით აი ცისფერი მოუხდა ძალიან აი ძალიან პირიქით -1 2 და 3 ძალიან ბევრია უკვე -1 ძალიან კარგია და აქ ვფიქრობ წითელი აქ არის მუქი მწვანე წითელს არ გამოვიყენებ იმიდან აქ გვაქვს ბევრი მუქი ფერი აქეთ წითელი მაცვია მუქი ყავისფერი მუქი შავი და ბევრად ძიმე ფოტოს გამოაჩენს ასე რომ ვთქვა ამიტომ ესე აღჭერდა ცოტათი იყოს მწვანისკენ წავიყვან და აი აქ კონტროლს დავწევით და ერთი რო შევინახოთ ყველა და ჩვენ დუბლირებულ აჯერაზე დავწევით და კონტროლ E რომ შევინახოთ ჩვენი ნამუშევარი. ეხლა ცოტას მოვანთით სკრინ რომ მთლიანად ჩანდეს ფოტოზომაში. აიყო და რა არის? ესეთი მოსულიად და ესეთი შევცვალეთ ფერი და საბამისად თმების პლასტიკა არის. გადააგვირდით ხარისხი არ მომიმატებია საერთოდ ზუსტად ის არის რაც არის მომდაკეთ და გამოგწერეთ. შემდეგი კარგი და ლამაზი ვიდეოებისთვის წინ ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ.